საღამომშვიდობისა, ეთერშია სოლიდარობის დრო TV4-ზე და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენი სტუმარი გახლავთ უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე, ხოლო მეორე ბლოკში ვისაუბრებთ პოლიტოლოგ თამარ კიკნაძესთან. საღამომშვიდობისა, ქალბატონო ნანა, მადლობა რომ გვეწვიეთ სტუდიაში. განხილვის თემა არის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის მიერ ყველამ კარგად იცის თეა წულუკიანმა გააკეთა განცხადება თუ რის გამო ტოვებს ქართული დელეგაცია მონაწილეობას საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. აქ მიზეზი იყო იმ რეზოლუციებში ის დათქმები, რომლის მიხედვით საქართველოს ელაპარაკებიან ისევ და ისევ შანტაჟის ენით. თან ცნობენ ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილებას, რაც ფაქტობრივად აღიარება ამ ხელისუფლების, თან გვიყენებენ პირობებს, რომ აპრილამდე უნდა დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები, მათ არ მოწონთ, როგორც თავად აცხადებენ დასავლეთის ქვეყნებში, საქართველოში მიმდინარე პროცესები და სწორედ ამიტომ აი ასეთი შანტაჟის ენით გრძელდება ლაპარაკი. თქვენ როგორ შეაფასებდით არსებულ მოცემულობას, რამდენად სწორი იყო ქართული დელეგაციის გადაწყვეტილება, იქ ასევე იყო ნათქვამი, რომ მთლიანად მმართველმა პარტიის ლიდერშიპმა ყველამ ერთად იფიქრეს, იმსჯელეს ამაზე და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. ასევე თეა წულუკიანმა დაამატა, რომ ეს იქნებოდა, თუ კი ამ პირობებს დათანხმდებოდნენ, ქართველი ხალხის და ამომრჩევლის ღალატი. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ძალიან მოკლედ შეიძლება ითქვას, დღეს ევროსაბჭოში მიმდინარეობდა ის პროცესი, რაც უკვე დიდი ხანია დაწყებულია, ანგარიშწორება საქართველოს წინააღმდეგ, იმის გამო, რომ ქართველებს უნდათ დამოუკიდებლობა, თავისუფლება და სუვერენიტეტი. ის, რაც გაეროს მიერ არის აღიარებული, აი ამ ფარგლებში ჩვენ გვინდა ჩვენი თავისუფლება. თუმცა ის სამყარო, რომელიც ჯერ კიდე საბჭოთა პერიოდიდან ითვლებოდა თავისუფლების ფლაგმანად, აღმოჩნდა, რომ ეს სამყარო დღეს ჩვენ სწორედ თავისუფლებას გვეცილება, თავისუფლებას გვართმევს და გვეუბნება, რომ თქვენი თავისუფლება არის ჩვენი მონობა, ჩვენი მორჩილება. ამ შემთხვევაში ძალიან ძნელია დაიპოვო განსხვავება საბჭოთა ეპოქის და დღევანდელი ევროკავშირის თუ ევროსტრუქტურების მიდგომებთან და სწორედ ამასთან გვხდება ბრძოლა. დღეს უკვე ადრე საბჭოთა პერიოდში დისიდენტები იყვნენ ადამიანები, რომელსაც განსხვავებულად მოაზროვნეები ერქვათ და ისინი იბრძოდნენ ასეთი რეჟიმის წინააღმდეგ და დღეს უკვე ხელისუფლება გახდა იძულებული დისიდენტურ რეჟიმში ებრძოლოს საქართველოს მტრებს. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მტრობა ქართული სახელმწიფოს და საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ეს სადამსჯელო ღონისძიებები რის გამო მოხდება საქართველოს წინააღმდეგ, იმის გამო, რომ ჩვენ არ გავხსენით მეორე ფრონტი, იმის გამო, რომ ჩვენ გვინდა დავიცვათ ჩვენი კულტურა, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი ოჯახი ხურისიწმინდე, გვინდა რომ ყველა თანხები, რომელიც ქვეყნის გარედან შემოედინება, იყოს გამჭვირვალე, იმიტომ რომ რამოდენიმე გადატრიალება მოხდა ქვეყანაში და არის ცალსახად გაცხადებული, რომ ეს გადატრიალებები ხდებოდა გარედან დაფინანსებით, ამიტომ ბუნებრივია სახელმწიფომ უნდა დაიცვას თავი, ქვეყანამ უნდა დაიცვას თავი და უნდა იცოდეს საიდან რა თანხები მოედინება, რა მიზნით, რომ მსგავს გადატრიალებებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჩვენს ქვეყანაში, არაერთგზის არ ჰქონდეს ისევ განგრძობითი ხასიათი. ეხლა რაც შეეხება გადაწყვეტილებას, რომელიც მიეწერა, რომ თითქოს საბჭოში წარგზავნილმა ჩვენმა დელეგაციამ მიიღო. კი, გარეგნულად ეს ესეა, ჩვენმა დელეგაციამ ეს გადაწყვეტილება მიიღო და უარი უთხრა მათ ჩვენს თანამონაწილეობაზე ევროსაბჭოში, მაგრამ რეალურად ეს იყო ის, რაც ძალიან მალე ამ გადაწყვეტილებას თვითონ ევროსაბჭო მიიღებდა იმის გამო, რომ ჩვენ არ დავთმობდით პრინციპულად
იმ ღირსებას, რომელ ღირსებაზეც უარის თქმას მოითხოვენ ჩვენგან. ანუ რა, ვინაიდან ოპოზიციამ ვერ გაიმარჯვა არჩევნებში და ის დამარცხდა ძალიან ცალსახად და გამჭვირვალე და თავისუფალ არჩევნებში, მათი პატრონები ფიქრობენ დასავლეთში, რომ ეს რეალობა უნდა შეიცვალოს გარედან ზეწოლით. და იმით რომ საქართველოს ხელისუფლება აიძულონ წავიდეს ხელახალ არჩევნებზე და ამ ხელახალ არჩევნებზე წასვლის პერიოდამდე ისინი ყველაფერს აკეთებენ, რასაც ქვია ადამიანების დაზომბირება, ტვინების გამორეცხვა, როგორმე დაარწმუნონ, რომ აი ეს ხელისუფლება, რომელიც დღეს არ არის პროდასავლური, მას არ მიყავს დასავლეთისკენ ქვეყანა და ამიტომ ესე იგი საქართველოს ხალხმა უარი უნდა თქვას ამ ხელისუფლებას. ამ არჩევნების ხელახალი არჩევნების დანიშნას კონსტიტუციით აქვს თავისი წესები. რა შემთხვევაში შეიძლება იქნეს ხელახალი არჩევნები დანიშნული. თუ ამას ცენტრალური საარჩევნო კომისია არ ცნობს მას როგორც ლეგიტიმურად, თუ სასამართლოს მიერ იქნება ეს გაუქმებული, მაგრამ ამ შემთხვევაში არც ერთს არც მეორეს ადგილი არ ქონია ადგილი არც საერთაშორისო დონეზე ასეთ შეფასებას ქართული არჩევნების მიმართ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით EUTO-ს დასკვნაში ძალიან ცალსახად არის ნათქვამი, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ უნარიან გარემოში და ჩატარდა ის თავისუფლად. ანუ არც ერთი კანონიერი ფორმა იმისა, რომ ხელახალი არჩევნები დაინიშნოს ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს. ჩვენ პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ევროსტრუქტურებიდან გვთხოვენ უკანონო ქმედებას. ანუ ქმედებას ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. თქვენ რაც ახსენეთ, სწორედ აი ეს თანხების შემოდინება ქვეყანაში, აი ამ რეზოლუციაში და სწორედ ამასაც ითხოვდნენ, რომ გაუქმდეს ის კანონი ეგრეთ წოდებული აგენტების შესახებ და ოჯახური ღირებულებების შესახებ. ესეც იყო ჩადებული. გარდა იმის. ეს იყო ჩადებული ცოტა უფრო ადრე, მე თუ გახსოვთ სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა განცხადება, რა დროს ეგ არისო, აქო იმდენი რამე მოხდაო და ეხლა ეს შეცვალეს იმითი, რომ ხელახალი არჩევნები, რაც თავის თავში იმას გულისხმობს, რომ ხელახალი არჩევნების და იძულების წესით, ანუ ამ ფაშისტ ლიბერალების ხელისუფლებაში მობრუნების შემთხვევაში ერთიც გაუქმდება და მეორეც. აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა ვისაუბროთ დღეს იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ხელისუფლება მიიღო, რამდენად ეს იყო ღირსეული გადაწყვეტილება და ხო იცით ჩათრევას ჩაყოლა ჯობიაო, ჩვენ ჩავყევით ამ თამაში და დავინახეთ, რომ თუ ჩვენ თავის დროზე არ გამოვიდოდით ამ თამაშიდან და არ ვიტყოდით ჩვენ სათქმელს, ისინი მაინც ესე იგი იგივე პოზიციაში აღმოგვაჩენდნენ, ანუ თვითონ გამოგვყრიდნენ იქიდან, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ დაასწრო და თქვა, რომ ჩვენ არანაირ უკანონო გადაწყვეტილების მიღებას არ ვაპირებთ, ვინაიდან არ არსებობს არც ერთი კანონიერი გზა იმისა, რომ ქვეყანაში დაინიშნოს ახალი არჩევნები და თუ ეს არის ულტიმატუმი საქართველოსთვის, რომ უკანონო გზით ჩვენ ქართველი ამომრჩევლების გადაწყვეტილებას უთხრათ უარი, მაშინ ჩვენ უარს გეუბნებით თქვენ ევროპის საბჭოს და არ ღებულობთ მონაწილეობას ამ ბინძურ თამაშში და მე მგონი, რომ ეს იყო რა ძალიან ღირსეული, დროული გადაწყვეტილება და არ ვიცი არც ერთი. თქვენ როგორც ბრძანეთ, მართლაც ახასიათებთ დასწრებაზე თამაში. რა თქმა უნდა, მათთვის უკეთესი იქნებოდა, რომ თავად მოეხდინათ ამის ინსპირაცია, რომ ინსცენირება უბრალოდ რომ მათ გაგვიშვეს და არა ჩვენ გამოვედით. და დღეს სწორედ ამ საპარლამენტო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თეოდოროს რუსოპულოსი განცხადებას აკეთებს, ნუ ახლა ბერძნები ისედაც გენეტიკურად ისეთი გამჭრიახობით გამოირჩევიან და როგორც ჩანს, მაინც გულის სიღრმეში იგრძნო, რომ ეს მათთვის უფრო არის მინუსი, ვიდრე ვთქვათ ჩვენთვის. და მწუხარება გამო თქვა, პირდაპირ ციტატა არის, რომ მწუხარ საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილების გამო, რაღაც სინანული იგრძნობა მაინც. ეთყობა, აი სწორედ ის ქონდათ ჩაფიქრებული, რომ კულმინაციურ მომენტში თავად შეექმნა
შექმნათ ისეთი ფონი, რომ დამცრობა დაკნინება, რომელიც უნდათ საქართველოს ხელისუფლების და ეს ვერ მოხერხდა და საქართველოს ხელისუფლების დამცრობა და დაკნინება ნიშნავს ქვეყნის დაკნინებას და ეს ნიშნავს ქართველი ხალხის დაკნინებას. რამდენიც არ უნდა იძახონ ამ ვაი სტრუქტურების წარმომადგენლებმა, რომ ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგევართ, ყოველი მათი ნაბიჯი არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ისინი სწორედ ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს დამცირებაზე, მის ღირსების შელახვაზე და რაც თავარია სუვერენიტეტის ხელყოფაზე მუშაობენ. ამიტომ ყოველი ნაბიჯი, რომელიც ამის საწინააღმდეგოდ იქნება გადადგმული ხელისუფლების მხრიდან, ქართველი ხალხი ამას უნდა შეხვდეს კმაყოფილი, ესე იგი და ჩვენ მართლაც უნდა ვიყოთ მზად ბრძოლისთვის ღირსებისათვის და არა მაგალითად საზარბაზნე ხორცად, როგორც ისინი ჩვენ გვიმეტებდნენ მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში. ანუ ჩვენ ვიბრძვით დღეს ჩვენი საკუთარი ქვეყნის ღირსებისთვის, თითოეული ამომრჩევლის ხმისთვის, რომელმაც აირჩია ის გზა, რომელიც აირჩია და უარი უთხრა ნეოლიბერალურ ფაშიზმს და დღეს ჩვენ ვართ იმის მოლოდინში, რომ შემდგომი ნაბიჯებიც იქნება, ხელისუფლების შემდგომი ნაბიჯებიც იქნება მიმართული სწორედ ამ მიმართულებით და ჩვენ არ გადაუხვევთ უკვე დღეს იმას, რასაც ქვია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ღირსების დაცვა. ეს იყო ერთი გამოვლინება, ვიტყოდი, ჩვენი ქვეყნის ღირსების დაცვისა, როდესაც თეატრო ლუკიანის ხელმძღვანელობით იქ მყოფმა დელეგაციამ არ მისცა საშუალება იქაურ ჩინოვნიკებს, რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხელისუფლება დაემცირებინათ და ეს იყო ჩემთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რაც დღეს მოხდა, თორე თავისთავად კიდევ გავიმეორებდი ალბათ, რომ თავისთავად ის, რომ ჩვენ არ მოგვიწევდა აქ ევროსაბჭოში ჩვენი დელეგაციის ყოფილიყავით წარმოდგენილნი, ეს უკვე იყო გადაწყვეტილი. და გარდა ამისა, იქ მაინც იყო ისეთი ისტერიული ფონი შექმნილი, ეს ცნობილი დეპუტატი, აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო ასამბლეამ 114 ხმით 13-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი ამ რეზოლუციას. იქ საინტერესოა, რომელია ეს ვინ არიან ეს 13, მაგრამ გონჩარენკო, უკრაინის წარმომადგენელი, გამოვიდა ისეთი მგზნებარე სიტყვით, ყველანაირად ეცადა, რომ ტალახი ესროლა, ან აქ საქართველოში პრინციპში ხელისუფლების მისამართით იყო ეს ყველაფერი ნათქვამი. მერე თავს იმართლებდა, რომ ტყუილია, ანუ აბსოლუტური ტყუილია, რომ ვინმეს უნდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. სინამდვილეში ვის და პირველები სწორედ უკრაინელები იყვნენ, ვისაც ნამდვილად უნდათ მეორე ფრონტის გახსნა. ეს მათი სურვილი იყო თუ ბაიდენის ადმინისტრაციის დავალება ეს კიდე მეორე, მაგრამ თავად ეს პერსონა არის გონჩარენკო საინტერესო იმით, რომ თავდაპირველად ის რუსეთის ინტერესებს ემსახურებოდა ერთი პერიოდი, მაგრამ ყველაზე უფრო დამაფიქრებელია, როდესაც საქართველოს ეხებოდა საკითხი, მან თავის სოციალურ გვერდში გამოფინა პეტლიურაზდროინდელი რუკა უკრაინის, სადაც არც მეტი, არც ნაკლები ქალაქი გაგრა იყო უკრაინის ტერიტორიაში მოქცეული, ანუ საზღვარი იყო ისე, მათ ხო პრეტენზია აქვთ უკრებს კრასნოდარის მხარეზე და ჩამოვიდნენ აქეთ ისტორიულ უბიხებსაც გადასცნენ აფხაზეთამდე ჩამოვიდნენ და გაგრა არის მოყოლილი, ანუ უკრაინის ტერიტორიად. ეს გონჩარენკოს სედო თავის ეგრეთ წოდებულ ვოლზე, ანუ სოციალურ ქსელში. და ეს კაცი აი ასეთი მგზნებარე ვითომ ყალბი, რუსებს აქ ნათქვამი ვიჩურნაე რეჩო რა, იმ საქართველოს რო ამბობენ, აი ბევრი ცდილობს აი მიგრანტები, თუნდაც ლიბერალები, რუსები იქნებიან, უკრაინელები თუ რა ვიცი, აი რო ჩამოდიან სლავები, ცდილობენ აი საქართველოს იძახიან, რომ ამით გონიათ რომ ჩვენთვის კარგს აკეთებენ ამით. და აი ამ დონეზე არის მათი ტვინი შეტრიალებული. რა ვიცი, მეტი ახსნა შეიძლება ამას არ კონდეს, ჩემს გარდა ამას ახსნა მოუძებნა თავად კობახიძემ, პრემიერ-მინისტრმა გამოეხმაურა ამას და თავად კობახიძე იძახის, რომ გონჩარენკო პირდაპირ ითხოვდა ჩვენი ქვეყნისგან მეორე ფრონტის გახსნას, აი ასევე მისი სიტყვები. იცით რა არის, როგორც ქალბატონმა თეატრო ლუკიანმა ბრძანა გუშინ, რომ ყველაზე აგრესიული დელეგაცია იყო უკრაინის დელეგაცია საქართველოს მიმართ. მაშინ რითი იყო განპირობებული ეს აგრესია?
თუ არა იმით რომ ჩვენ არ გავხსენით მეორე ფრონტი. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ყველაზე უფრო მეტად პროცენტულად დაეხმარა ჰუმანიტარულად უკრაინას ომის მსვლელობის პერიოდში. ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა სხვა ქვეყნებთან შედარებით, რომელმაც ყველაზე უფრო ფართოდ გაუხსნა კარები უკრაინიდან დევნილ ტოლვილ ადამიანებს და მისცა ყველა ის დახმარება, რომელიც შეიძლება მდიდარ სახელმწიფოებსაც კი გასჭირებოდათ, რომ უკრაინელებისთვის გაეწიათ. მისცა სამედიცინო დახმარება, გაუხსნა სკოლაც კი. ანუ საქართველომ გააკეთა იმაზე მეტი, ვიდრე ეს შეიძლებოდა ეს იყო პროცენტულად ერთ-ერთ პირველ ადგილზე ვიყავით. რომ გაეკეთებინა ქვეყანას. თანაც ეს იმ ფონზე, როდესაც 2008 წლის ომის დროს ჩვენ უკრაინელებისგან მსგავსი დახმარება არ გვახსოვს და საქართველომ ეს მაინც გააკეთა თავისი დამოკიდებულებით, ზოგადად დამოკიდებულებით უკრაინისადმი, უკრაინელი ხალხისადმი. მაშინ რამ განაპირობა ის აგრესია, თუ კი ეს ყველაფერი ჩვენ გავაკეთეთ და ეს მთელი მსოფლიოსთვის არის ცნობილი, რომ ჩვენ ესე ნამდვილად მოვიქეცით, რამ გამოიწვია ის აგრესიული ტონი და ის დამოკიდებულება უკრაინული დელეგაციისა, თუ არა იმან რომ ჩვენ ერთადერთი რაც მათი მოთხოვნა იგივე გონჩარენკოსი იქნებოდა ეს თუ სხვების უშუალოდ ზელენსკისაც კი რომ ჩვენ გაგვეხსნა მეორე ფრონტი სხვა ჩვენ არაფერი არ დაგვრჩენია გაუკეთებელი და პირიქით ჩვენ ავიტანეთ ის ცილისწამებები დამცირებები ელჩის და ესე იგი აბსოლუტურად გაუმართლებელი გაწევა უკრაინის ელჩის გაწევა საქართველოსთან და ასე შემდეგ უამრავი დამამცირებელი ფაქტორი ქართულმა სახელმწიფომ, ქართულმა ხელისუფლებამ და ხალხმა გადაყლაპა ისე რომ ამაზე არ გაუწია საკადრისი პასუხი, იმიტომ რომ ჩვენ ჩავთვალეთ ეს ხალხი არის დღეს უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ომის მდგომარეობაში და ასეთ ფსიქოლოგიურად ასეთი მძიმედ მყოფ ხალხისგან უნდა მოითმინოს იმან, ვინც ასეთ მდგომარეობაში არ იმყოფება. და დღეს შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ის აგრესია, რომელიც მომდინარეობდა უკრაინის დელეგაციისგან იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი მიზეზით, რომ არ გავხსენით მეორე ფრონტი და ეს მიზეზი აქვს ევრო სტრუქტურებსაც ჩვენ დამოკიდებულებაში, რომ ჩვენ არ გავხსენით მეორე ფრონტი, ამიტომ უნდა იყოს ჩვენი ხელისუფლება დასჯილი, განდევნილი და ქართველი ხალხის არჩევანი უნდა იქნეს გაბათილებული და თავს მოხვეული, რაც მთავარია ის ხელისუფლება, რომელიც ხელისუფლებაც 2012 წელს ჩვენ ძალიან მძიმე და ფაქტიურად სიკვდილ სიცოცხლესთან ბრძოლით მოვახერხეთ გაგვესტუმრებინა არჩევნების და დემოკრატიული გზით. აი ამ ოცემულობაში ვართ ჩვენ და თუ ვინმე დღეს თავს იტყუებს იმის გამო რომ ვინმე ჩვენ არც ნაცები არ გვინდა მაგრამ აი ოცნებას რაღაცა ამდენი ხანი არ უნდა ყოფილიყო ხელისუფლებაში და ამიტომ არ გვინდა ოცნება ეს არის ტყუილი და თავის მოტყუება ყველამ ძალიან კარგად იცის რომ ამ ყველაფრის უკან დგას პირდაპირ ნაციონალური მოძრაობა ნაციონალური მოძრაობის ანასხლეტები მისი ნაწილები მასთან კოალიცია ის შემქმნელიად პარტიები თუ პიროვნებები ისე რომ ერთადერთი ვისი ალტერნატივაც დღეს არსებობს ქვეყანაში თუ არ იქნება ოცნება ვინ შეიძლება იყოს ეს არის ფაშისტური ძალა ნაციონალური მოძრაობა თავისი სხვადასხვა დანაყოფებით. ახლა რას დაირქმევს იქ პარტია ახალს დაირქმევს საქართველოსთვის დაირქმევს თუ რას დაირქმევს ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ყველა მიცის ეს სახეები ეს ადამიანები რომ ესენი არიან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და ისინი აპირებენ რევანშით ხელისუფლებაში დაბრუნებას. და ამ ყველაფერს განაპირობებს ის დასავლეთი, ის ლიბერალური დასავლეთი, რომელზედაც მარტო საქართველოს კი არა. შეიძლება ითქვას მთელმა დემოკრატიულმა მსოფლიომ თქვა უარი და დღეს ბრძოლა მიდის. შეიძლება ჩვენთვის მტკივნეული ბრძოლა მიდის საქართველოს წინააღმდეგ და საქართველოში და ეს ჩვენ ძალიან გვაწუხებს, მაგრამ იგივე ბრძოლა მიმდინარეობს მთელ მსოფლიოში. დღეს მთელ მსოფლიოში ებრძვიან განსხვავებულ აზრს, ებრძვიან განსხვავებულ პოზიციებს, ფაშიზმისგან, ლიბერალური ფაშიზმისგან განსხვავებულ პოზიციებს და მე მიხარია და ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩვენ ვდგევართ მართლა
სადაც ესენი კი იძახენ ისტორიულად სწორ მხარეს. ჩვენ ვდგევართ სწორ გზაზე. ნამდვილად იმ სწორი გზით მივდივართ, სადაც არის უარი ფაშიზმზე და მოლოდინი დემოკრატიული და თავისუფალი სამყაროს შექმნისა. კი ბატონო, ეს დიმიტრი ცკიტიშვილი ამბობს ესეთ რაღაცას, ეს ოპოზიციონერი, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებები სავალდებულოა. თუ არ შეასრულებენ, მოუწევთ ორგანიზაციის დატოვება, რაც წარმოუდგენელი იქნება დოკუმენტს გამოვიყენებთ, რომ უფრო გაიზარდოს წნეხი ქართულ ოცნებაზეო იძახის. და აი უკრაინის კონტექსტში კიდე გამახსენდა, მე მახსოვს ერთ-ერთ გადაცემაში, როდესაც მიმდინარეობდა უკვე ახალი დაწყებული იყო ეს ომი, მაგრამ შედეგები უკვე ახალი იყო ამ დევნილების სახით. კარგი იყო ის, რომ ვთქვათ, ვინც აქ ჩამოვიდა, იქ პენსიებიც დაუნიშნეს, დახმარებები 400 ლარიანი თუ არ მეშლება, მაგრამ მერე ასევე იყო ეს ქილიკი ისე უკრაინული მხრიდან, როდესაც რუსეთი ბომბავდა იქ ელექტროსადგურებს და ასე შემდეგ. წამოგვაძახეს, რომ აი არანაირი დახმარება საქართველოსთან არ არის იმ კუთხით, რომ თუნდაც შეიძლებოდა გაგზავნამ დიზელ გენერატორების, არც მეტი არც ნაკლები დასავლეთ საქართველოში, იქ იმერეთის გუბერნიაში დაიწყეს, არ ვიცი, თანხა მოიზიდეს, მოწიკეს. შეისყიდეს ეს გენერატორები, გააგზავნეს და ერთ-ერთი ეთერიდან მახსოვს პირდაპირ თქვი, რომ ნუ აგზავნით. მათი მხრიდან იქნება უმადურობა. ანუ იაპონელებს აქვთ ერთი კარგი ესეთი თქმულება, ანდაზასავით, რომ როიძირება ადამიანი ხელი არ ჩაგიყოლებსო. ხო და ის სწორედ ის გამოვლინება იყო, რომ ახლა უნდათ რომ მეორე ფრონტი გახსნილიყო, ის დანილოვი გვახსოვს მაშინ ნაბახუსებზე რომ გამოვიდა, თქვა რომ აი აუცილებლად ვაპარაო, აი საქართველოს იქ აფხაზეთი ახსენა, მე ეს კელი დეგნანი მაშინდელი ელჩი ეს ერეო და ესეთი განცხადებები კეთდებოდა. ეს უბრალოდ მეთქი რომ არ დამოიწყდეს, შევახსენებ უბრალოდ ტელემაყურებელს, რომ აი ასე გადაგვიხადეს მე ეს იკეთე. და იმ დიზელ გენერატორებთან რომ ვთქვი რომ ნუ გააგზავნით მეთქი, გააგზავნის შემდეგ მოხსნეს რეზნიკოვი. ну იქ მეკრთამეობაზე იყო, მე მოიყვანეს ეს უმაროვი თუ არ მეშლება მეორე ეს ყირიმელითად არის თავდაცვის ministrat აღმოჩნდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან რევიზიები დაინიშნა მეკრთამეობაზე და ეს გენერატორები თურმე გაყიდეს ნახევარმა ვერ ჩააღწია რუსულმა ავიაციამ ჩაბომბა და აი ჩვენი ჯიბიდან ქართველების გადამხდელების ფულით ნაყიდი დიზელ გენერატორები გააგზავნეს, მაგრამ რა მოვიგეთ ამიდან? ისევ მათი ლანძღვაგინება. მე მახსოვს ის გუბერნატორი იმერეთის შალამბერიძე წუხილს გამოთქვამდა, რომ სასანქციო სიაში რატო ჩადახო, ბატონებო, ხომ მოგიწოდებდით, რომ უმადურობა იქნება მათი მხრიდან, ნუ უგზავნით ნუ რაფერს, იმ უბრალო ხალხს კი ბატონო, რომ შევიფარე და პენსიები დაურიგეთ, ეს კარგი იყო. და რო არ გადაუხვიო ქალბატონანა თემას ეს ცკიტიშვილი ამბობს ასეთ რაღაცას, რომ ამას მოყვება ამ რეზოლუციის არ შესრულებას ევროსტრუქტურიდან, ანუ ევროსაბჭოდან საქართველოს, გაგდება ასე ვთქვათ. უფლებამოსილების არცნობა. ხო, უფლებამოსილების არცნობა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს ტრამვა იქნება იმ შემადგენლობით არსებულ ევროსაბჭოში, რომელსაც ახლა ფაქტობრივად ეს ევროატლანტისტები ლობირებენ და მთლიანად იცვლება ეს გეოპოლიტიკური პარადიგმა, რამისა უკვე ტრამპი და პუტინი ფიქრობენ, რომ ისევე ელბაზე შეხვედრა მოახდინონ. ცვლილებები მიმდინარეობს ძალიან სერიოზული და რა თქმა უნდა ეს შეეხება ამ სტრუქტურასაც და ბევრ სხვა სტრუქტურასაც შეეხება ეს ცვლილებები და მე დარწმუნებული ვარ, როდესაც აი ეს ფაშისტური იდეოლოგია და ჩაბარდება წარსულს, როდესაც ეს ძალადობრივი პოლიტიკა, რომელიც ადამიანის უფლებების და ღირებულებების ნაცვლად მუშაობს დღეს სამწუხაროდ ევროსტრუქტურებში, როდესაც ეს პოლიტიკა დასრულდება, მაშინ ჩვენ ადგილს ნამდვილად ვიპოვით ევროპულ სტრუქტურებშიც, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშიც, სხვადასხვა ცივილიზებულ გაერთიანებებშიც და არანაირი სიჩქარე ამისათვის არ არის საჭირო. ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც დღევანდელი კვერცხი უნდა გერჩიოს ხვალინდელ ქათამს. მე ვფიქრობ, რომ პროცესები ისე ვითარდება, რომ ეს ძალიან სწრაფად მოხდება და ჩვენ ძალიან სწრაფად ვიქნებით ხელშეეხსახებ პოზიციაში იმ მართლაც იმ ევროპასთანაც და იმ დასავლეთთანაც, სადაც იქნება დაცული ევროპული ღირებულებები, დასავლური ღირებულებები და ჩვენ სწორედ აი აქ შეგვიძლია უკვე ვეძიოთ ჩვენი ადგილი. დღეს იქ ჩვენი ადგილი არ არის. არ არის
ჩვენი ადგილი, იმიტომ რომ იქ ადამიანის უფლებების დაცვა და საერთოდ დასავლური ღირებულებები არის ფარსი. მათთვის ეს არის მხოლოდ მექანიზმი და არა ღირებულება იმისათვის, რომ მართლაც ასეთი სამყარო და ასეთი მსოფლიო მივიღოთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ უნდა ჩავყვეთ ამ ფარსში, არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა, იმიტომ რომ ეს ზუსტად თქვენ გენერატორები ახსენეთ, იმაზე უფრო მეტად დაგვაზიანებს, ვიდრე იმ გენერატორებმა დაგვაზიანა, იმიტომ რომ ასეთ ფარსში მონაწილეობა რეპუტაციულ ზიანსაც მოგვიტანს ჩვენ და ქვეყანასაც მოუტანს ძალიან სერიოზულ ზიანს. მაგრამ არის მეორე ერთი ძალიან სერიოზული ფაქტორი. ჩვენ არ ვიცით, რას გვიმზადებს დასავლეთი ამის საპასუხოდ რა განცხადებაც ჩვენი მხრიდან გაკეთდა, ანუ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაკეთდა ევროსაბჭოში. მე ვფიქრობ, რომ აქ შესაძლებელია ისევ შემოედინოს ის თანხები, უკონტროლო თანხები, რომელიც დღემდე შემოედინება საქართველოში, რომელმაც შეიძლება ისეთი აქციები, ისეთი მიტინგები და დემონსტრაციები დააფინანსოს, რომელიც ჩვენს ეკონომიკას დაარტყავს სერიოზულად და ამაზე უკვე დასავლეთი წავა და შეიძლება ითქვას დარწმუნებით წავა, იმიტომ რომ უკვე ხდება დაანონსება ისეთი სახის აქციებისა, რომელიც პირდაპირ ურტყავს საზოგადოების ინტერესებს. სერბეთში და სლოვაკეთში მოსინჯეს ძალები. მოსინჯეს ძალები საქართველოში დიდი ხანია ეს ძალების მოსინჯვა მიმდინარეობს. მე ვიძახი ამ კონკრეტულ ფაქტთან რეაგირებაზეც მოახდენენ ძალიან სერიოზულ, ესე ვთქვათ, ჩარევას. და ეს კანონი, რომელსაც გამჭირვალეობის კანონი ქვია და რომელსაც რატომღაც თუნამ დასავლეთის წარმომადგენლება აბსოლუტურად ურცხვად შეარქვეს რუსული კანონი, მაშინ როდესაც თითქმის 100 წელია ის ამერიკაში მუშაობს და რანაირად არის რუსული, როდესაც რუსეთში ის ჯერ 20 წელიც არ არის მუშაობს. რანაირად არის ეს რუსული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შეარქვეს ამას რუსული კანონი, თითქოს დამკნინების მიზნით ის მათ ევროპულ ქვეყანებში მუშაობს ძალიან დიდი წარმატებით, ისევე როგორც ამერიკაში და ჩვენ თურმე არ აქვს ამის უფლება, რომ ჩვენ ქვეყანაში ამან იმუშაოს და ჩვენ გავიგოთ, ვინ იქნება იმ აქციების და დემონსტრაციების უკან, ვისი თანხები იქნება ჩადებული იმ აქციების და დემონსტრაციების უკან, რომელიც პირდაპირ უხადის ჯერ ერთი ძალიან სერიოზულ დისკომფორტს და პრობლემებს საქართველოს მოსახლეობას და მერე თვითონ ქართულ სახელმწიფოს. ეს არის დაარტყმა იგივე ტურიზმთან დაკავშირებით, ბიზნესთან დაკავშირებით და ასე შემდეგ და ამის არ გაცნობიერება არის წარმოუდგენელი. ეს ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული დასავლეთის აქ მყოფ ჯაშუშებს და აგენტებს, რომ ისინი ძირითადად ურტყავენ არა ხელისუფლებას, არამედ ხალხს და ჩვენ გვსჯიან იმის გამო, რომ ჩვენ ავირჩიეთ, ჩვენ უარი უთხარით ნაციონალური მოძრაობის მობრუნებას საქართველოში, ამისთვის ჩვენ გვსჯიან სწორედ და ესეთი აქციები სწორედ ჩვენ წინააღმდეგარი და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგარი მიმართული. აი ამისი გაცნობიერებაა ძალიან მნიშვნელოვანი ქართული ხალხის მხრიდან, რომ რასთან გვექნება, რასთან მქონდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეხება და რასთან გვექნება მომავალშიც. ეს აქციები, ეს საპროტესტო აქციები, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობდა სწორედ ამათი ეგიდით დასავლეთისა და აქაური ეგრეთ წოდებული ოპოზიციის ეგიდით იყო ანომალიური, ამოვარდნილი ქართული ტრადიციული პროტესტისგან და ის პირდაპირ იყო რაღაც ძალადობრივი და ისეთი ფორმით გამოვლენილი, რომელიც არ შეესაბამება და არანაირად არ ჯდება ქართულ კულტურაში და ქართულ ტრადიციებში. ეს არის თავსმოხვეული ყველაფერი და ასეთივე თავსმოხვეულს უნდა ველოდოთ სამომავლოდაც. ამიტომ არა მარტო ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, რომ მზად იყოს იმისათვის, რომ მოვიგერიოთ მტერი, არამედ ხალხიც უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ ეს ყველაფერი სწორად გავიაზროთ, გავაანალიზოთ, არ ჩავდგეთ იმ ზომბირებული საზოგადოების რიგებში, რომლებსაც უკვე აღარაფერი ეშველება, გინდა ინფორმაცია მიაწოდე, გინდა ფაქტი დაანახე, გინდა მოუყევი, გინდა კანონი წაუკითხე, იმათთვის უკვე ზომბირება სწორედ მაგას ნიშნავს, რომ არანაირი არგუმენტი
არგუმენტი და არანაირი მტკიცებულება აღარ მუშაობს, ამიტომ ჩემი ძალიან დიდი თხოვნა და მიზანიც არის, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა მოახდინოს ამის გაცნობიერება, არ ჩავდგეთ მართლა ზომბირებული საზოგადოების რიგებში და შევძლოთ ის, რომ კიდევ ერთხელ გავამარჯვებინოთ ჩვენს ქვეყანას იმ დაუძინებელ მტრებზე, დაუძინებელ მეგობრებზე, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის იღწვიან და იბრძვიან, რომ დაგვიმონონ, დაგვიმორჩილონ ჩვენი სუვერენიტეტი მათ ესე იგი ბოროტად გამოიყენონ, ერთის მხრივ გვეძახონ ისეთი ლამაზი ლოზუნგებით და იმის უკან იდგეს ის საფრთხეები და ის უბედურებები, რაც შეიძლება მოყვეს სწორედ იმ პოლიტიკას, რომელიც დღევანდელი დასავლეთი, მე ვგულისხმობ ამ ეგრეთ წოდებულ ლიბერალურ ფრთას, დღევანდელი ეს ლიბერალურ ფაშისტური ფრთა ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ. კი. ქალბატონ ანა, არ შემიძლია არ შევეხო ამ ფაქტს, რომელიც ეხმაურება აი ამ დაპატიმრებულ რედაქტორს ზია ამაღლობელს, ხო, დღეს ახლა ეს მედიის თავისუფლების კოალიცია, ну გასაგებია ეს დასავლეთიდან ფინანსურად ნაკვები ორგანიზაციები მაქსიმალურად აქტიურობენ, ახლა თავიანთ მაქსიმალურად ცდილობენ დაიცვანეს უფლებები, რა თქმა უნდა, ამას იყენებენ ტრიბუნად და 14 ქვეყნის საელჩო განცხადებით გამოვიდა ჯერ კიდევ 30 იანვარს და უკვე 19 დღეა ეს ქალბატონი შიმშილობს. სახალხო დამცველის განცხადებაც იყო, რომ ექიმები შედიან მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით აკვირდებიან. თუ გახსოვთ, მაგალითად, აი გვარამია თავის სოციალურ ქსელში დებდა ესეთ განცხადებებს, რომ აი მიშაკვდება. ეხლა თქვენ ახსენეთ ეს ლიბერალები, რომლებიც ამ აქციებში მონაწილეობენ, ანალოგიურ განცხადებებს დებენ ახლა ამ ქალბატონზე. ну, ის კადრები, ну, ყველამ ნახა, სადაც მან გააწნა სილა ამ პოლიციის თანამშრომელს. თქვენ როგორ შეაფასებდით? ერთხელ კალაძე გამოვიდა და თქვა კახი კალაძემ თბილისის მერმა, რომ არანაირი სინანული არ ყოფილაო. და ну, მე ამ გლობალისტური არხებიდან მაინც ითხოვდნენ მისგან პასუხს, ну, იმასაც მიუთითა, რომ ის არ არის ან პროკურორი, ან მოსამართლე. თქვენ როგორ ფიქრობთ? ეს ადამიანი უნდა იქნას თუ არა გაშვებული, ან რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს იქ მოსამართლემ, თუ საბოლოოდ მოხდება განხილვა ამ კონკრეტული პიროვნების საქმის? იცით, ალბათ ეს მოსამართლის გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობა უნდა იქნეს თუ არა გაშვებული ასეთი ადამიანი თავდებში, მაგრამ თავარი ის არის, რომ დღეს ყველაფერი არის აღქმებით და როდესაც ეს მიტინგები და მანიფესტაციები იმართება, ესეც არის რაღაცა მხოლოდ აღქმებზე და არანაირ რეალობაზე, არანაირ კანონზე დაფუძნებული მსჯელობა არ მიმდინარეობს. როდესაც ჩვენ ევროპელობაზე და დასავლეთზე საუბრობთ, რა სტანდარტია დასავლეთში პოლიციასთან დამოკიდებულების თვალსაზრისით? რომელი დემოკრატიული ქვეყანა შეუძლია დაასახელოს? თვითონ მეზიას ვიცნობდი ძალიან ბევრი წლების წინ და ну დიდი ხანია ჩვენ ერთმანეთს აღარ შევხვედრებართ, არ გადავკვეთილვართ, მაგრამ თავარი ის არის, რომ ჩემთვის გამაოგნებელია, როდესაც ეს ადამიანები ერთის მხრივ ლაპარაკობენ, რომ არიან პროდასავლურები და მეორეს მხრივ აბსოლუტურად ის, რაც დასავლეთში მართლაც მისაღებია, მართლაც გადმოსატანი და გადმოსაღებია, იმას ყველაფერს ფეხქვეშ თელავენ. მე არ ვიცი დასავლეთში რომელიმე ქვეყანა, რომელსაც გეპატიოს ის, რომ ფიზიკურად შეეხო პოლიციელს. ფიზიკურად შეეხო კი არა, ნებისმიერი ბრძანების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიციას პირდაპირ შეუძლია გამოიყენოს იარაღი და მათ შორის ის, რომ შეიძლება ეს ლეტალური შედეგითაც დასრულდეს. ანუ ეს უფლებამოსილებები აქვს დასავლეთში პოლიციას და როდესაც შენ აქ პროდასავლურობაზე გაქვს აქცენტი და საუბრობ, რომ ხარ პროდასავლური, მაშინ სად არის ეს შენი დასავლური მიდგომა? თუ კი ის შენ გეხება, მაშინ ეს პროდასავლური მიდგომა უნდა უგულებელ ყოფილიყოს, როდესაც ჩვენი კანონმდებლობაც იგივეს ითვალისწინებს, მინდა გითხრათ, რომ თავდასხმა პოლიციელზე არის დასჯადი, ქმედება სხვა არის, კიდევ იძახი უნდა გამოეყენებინა თუ არა წინასწარი პატიმრობა და იყო თუ არა, ესე იგი
ეს საფრთხე რომ მაინდა-მაინც წინასწარი პატიმრობა გამოეყენებინა, მაგრამ ის დამოკიდებულება პოლიციისადმი, რაც დღევანდელ ამ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას გააჩნია, ეს არის აბსოლუტურად არადასავლური, ეს არის არაცივილიზებული და საერთოდ არანაირი შეხება ამას არ აქვს სამართალთან და კანონთან და არ შეიძლება თქვა რომ მე ვარ ჟურნალისტი და რადგან ხარ ჟურნალისტი, გაკ ყველაფრის უფლება. სად წერია ეს, რომ ჟურნალისტს აქვს იმის უფლება, რომ თავდასხმა მოაწყოს პოლიციელს. სად წერია რომ ჟურნალისტს ან ვინმეს აქვს იმის უფლება რომ გადაწვას პარლამენტი და იქ ცეცხლი წაუკიდოს. არა თუ თავდასხმა ან სილის გაწნა. ელემენტარულად თავის სამსახურეობრივად ცილის მწამებლური მასალაც რო გამოაქვეყნოს, თუნდაც ნებისმიერ ჩინოსანზე თუ მას მტკიცებულება არ აქვს. მე თავად ვიყავი მომსწრე გერმანიაში სპეციალურად და მიგვიყვანეს იმ სასახლეში, სადაც პირველი გაიმართა ეს ცნობილი გასამართლება გერმანელი ლიდერების და პირველი სხდომა იქ ჩატარდა, იქ არის საკონსტიტუციო სასამართლო ბერლინზეა საუბარი და სწორედ იქ მოგვიყვა იმ სპიკერმა, რომ გერმანული კანონმდებლობით ნებისმიერი ჟურნალისტი წავა ციხეში თუ ის არ დაამტკიცებს იმ ცილის წამებლურ მასალას, რომელიც რომელიმე ვთქვათ მოქმედ ჩინოსანზე გამოაქვეყნა. კი ეს არის დასავლური სტანდარტი და მე არ ვიცი, როდესაც ესენი დასავლეთზე საუბრობენ, რომ ვართ პროდასავლურები, მაშინ სად არის დასავლური სტანდარტები მათ აზროვნებაში, მათ ქმედებებში და ესენი საერთოდ რა სტანდარტით მოქმედებენ, არავინ არ იცის. ამიტომ ესენი ძირითადად გაუცნობიერებელ საზოგადოებაზე მუშაობენ, რომ აი დაიჭირეს ჟურნალისტი, რა ეს ჟურნალისტმა ადამიანი რომ მოკლას, ან ვიღაც გააუპატიუროს, ან სხვა ნებისმიერი კრიმინალური დანაშაული ჩაიდინოს, რადგან ჟურნალისტია ის არ უნდა დაისაჯოს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი. ერთადერთი რითიც არის დაცული ჟურნალისტი, ეს არის მისი საქმიანობა, ჟურნალისტური საქმიანობა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ნამდვილად არ შედის პოლიციაზე სილის გაწნა და ეს არის ნამდვილად კრიმინალი და ეს უნდა იქნეს გაცნობიერებული თვითონ იმ ჟურნალისტის მხრიდანაც ვინც ეს ჩაიდინა და ისინიც ვინც ამას მხარს უჭერენ და ამართლებენ. სხვა არის რომ მართლაც მოხდეს ის, რომ კი ბატონო მოხდა ესეთი დანაშაული და როგორმე გავითვალისწინოთ რაღაცნაირად ეპატიოს, იმიტომ რომ მას რაღაცა დამსახურება, ასეთი საუბარი გასაგებია ჩემთვის, მაგრამ ის ტონი, ის გამონათქვამები და ის პოზიციები, რომ ეს არის ისა პოლიტპატიმარი ტყვე და ასე შემდეგ, ეს არის აბსოლუტურად კიდევ ვიმეორებ, არამც თუ დასავლური სტანდარტი, ეს საერთოდ არაფერში არ წერია ესეთი ვთქვათ, ესეთი არაფერზე არგუმენტირებული და არანაირ ღირებულებებზე არგუმენტირებული საუბარი. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ უპირველეს ყოვლისა მათ უნდა იცოდნენ, გაერკვნენ რა არის დასავლეთი, მათ უნდა იცოდნენ რა სტანდარტები არსებობს დასავლეთში და ის სტანდარტები საქართველოში თუ კი შენ გინდა რომ იყო დასავლური ტიპის ქვეყანა, აი აქაც უნდა იცავდე იმ სტანდარტებს და უნდა იცოდე რომ პოლიციელზე ხელი შეხება არის დასჯადი და მათ შორის სისხლის ამართლებრივად ეს უნდა იცოდე და ამას არ უნდა ჩადიოდე სულაც რო არ იყოს ეს კანონმდებლობაში, როდესაც შენ იცი რომ ის საზოგადოების უსაფრთხოებისთვის შექმნილი სტრუქტურაა და მას აფინანსებს ბიუჯეტი, იმიტომ რომ დაიცვას საზოგადოება, შენ იმას ფიზიკურად არ უნდა შეეხო. ჩვენ უამრავი აქციები გამოგვიულია საბჭოთა პერიოდიდან დღემდე და პოლიციელებთან და ასე შემდეგ ყველაფერთან ყოფილად შეხებაში, მაგრამ მე არ მახსოვს ესეთი რამე, რომ გინდა ეროვნული მოძრაობის დროს, გინდა დისიდენტური მოძრაობის დროს ვინმეს გაელაშქროს პოლიციის წინააღმდეგ და დღეს რას ვხედავთ? ესვრიან რაღაცა მოლოტოვის კოქტეილებს აწვავენ პოლიციელებს, ახლა სილას აწნიან და ეს როგორ შეიძლება, ეს რას გავს ეს? უპირველეს ყოვლისა ეს არის დასაგმობი და ეს უნდა თქვას მანაც, რომ ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა, ეს იყო აღელვების ნიადაგზე, აი ამ სიტყვებს და ამ პოზიციას თუ გავიგებ, რა თქმა უნდა, მეც დავდგები იმ რიგებში, რომ მოდით ვეპატიოს ეს ადამიანს. მაგრამ როდესაც ამის მაგივრად იძახილო, თურმე ეს არაფერი არ არის და უბრალოდ ხელის მოთათუნება იყო ლოყაზე და მეტი არაფერი. ნუ ეს არის უმსგავსობა უბრალოდ და ამის თანაზიარი და ამის ესე ვთქვათ ამ პოზიციის გამზიარებელი ნამდვილად ვერ ვიქნები. დიდი მადლობა ქალბატონ ნანა თქვენი პოზიციის დაფიქსირებისთვის, გადაცემაში სტუმრობისთვის. მე ტელემაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი გახდათ უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე. ჩვენ რამდენიმე წუთში დაუბრუნდებით პირდაპირ ეთერში უკვე მეორე სტუმართან ერთად დაგველოდით.
დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკის სტუმარი გახლავთ პოლიტოლოგი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი თამარ კიკნაძე. მოგესალმებით კაპიტან თამარ, მადლობა რომ გვეწვიეთ სტუდიაში. ჩვენ ვსაუბრობთ იმ თემაზე, რასაც ქვია საქართველოს მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო საქმიანობაში თავის მოღვაწეობის შეჩერებაზე. ყოველ შემთხვევაში თეა წულუკიანმა განცხადებით დაადასტურა, რომ ის არ ეთანხმება იმ რეზოლუციის ტექსტს, სადაც დათქმებია ჩადებული, რომ თურმე საქართველოს თავიდან უნდა ჩაატაროს საპარლამენტო არჩევნები. კარგი იქნება თუ ეს მოხდება აპრილშივე. აქ უკვე იკვეთება ასევე გეოპოლიტიკური კონტექსტი, რატომ მაინც და მაინც თუნდაც თუ დადგა საკითხი ამ არჩევნების ჩატარებაზე, რატომ აპრილში. გასაგებია რომ უყურებენ იქ ტრამპის მოქმედებას. ცუდ დღეშია როგორც ჩანს თავად ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც რა თქმა უნდა მონაწილეობენ ამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში, იქ არიან სხვა მთელი რიგი სახელმწიფოები. თქვენ როგორ შეაფასებდით აი ამ მოვლენას, რაც მოხდა და კვლავ ჭკუის დამრიგებლურ პოზიციაში სურდათ ყოფნა ამჯერად სტრასბურგში და მიიღეს ის, რომ საქართველოს ქართული დელეგაცია გადის ამ მუშაობიდან ყოველ შემთხვევაში დროებით. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ ტელემაყურებლებს, მადლობა მოწვევისთვის. ის ქმედება, რაც ახლა იყო ამ ევროსაბჭოს პასესთან დაკავშირებით, არის ამ სუვერენიტეტის გაგრძელება, ხო? მე ვთვლი, რომ ძალიან ღირსეულად მოიქცა ჩვენი დელეგაცია, იმიტომ რომ ფაქტობრივად წულუკიანმა კარგად აღნიშნა, რომ ის, რასაც ისინი ითხოვენ, ეს არის დესტაბილიზაციის საფუძველი და რომ ქართული სახელმწიფო უნდა იყოს თავის ადგილას სტაბილური და არავითარი მიზეზი იმისა, რომ ხელახლა ჩატარდეს არჩევნები, ნამდვილად არ არსებობს და ვეთანხმები მე. რა ეს ის არის, რომ სანამ მათი მოწონებული კანდიდატურები არ მოვლენ ხელისუფლებაში და ეს მათი რიტორიკა არავითარ რაღაცა ლოგიკაში და საღაზრში არ ჩდება, იმიტომ რომ საკუთარი ქვეყნების მიმართ ისინი ესე არ მოიქცევენ. თუმცა აი რუმინეთის მაგალითი რომ ავიღოთ, მათ გააკეთეს, რა ვიცი, ხა ჩვენ ეს ევროპული სახელმწიფოები პირველ რიგში იმიტომ მოგწონდა, რომ ეს იყო საყოველთაო კეთილდღეობის და რაც მთავარია სამართლის და ადამიანის უფლებების დამცველი ქვეყნები და ახლა ყველაფერი იცვლება და სწორედ თქვა პრემიერმაც, რომ ეს ბრიუსელი დღეს მიმზიდველი არ არის ნამდვილად ამ თავისი ქმედებებით ტენდენციურია იგივე საქართველოს მიმართ. ასე რომ მე მივესალმები იმ გადაწყვეტილებას, ეს არის ძალიან ღირსეული ნაბიჯი. კი ბატონო, და ეს ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ ასეთ რამეს, რომ ეს გადაწყვეტილებები არის სავალდებულო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და თუ არ შეასრულებენ ჩვენი დელეგაცია, თქო, მოუწევთ ორგანიზაციის დატოვება, წარმოიდგინეთ საქართველოს დატოვოს ორგანიზაცია, კიდევ ერთი ტალღა იქნება იმისა, რომ არიქა შორდებით ევროპას და ეს რა ხდება და კიდევ უფრო გაატკეცებული ძალებით დაიწყებენ მოქმედებას ის ძალები, რომლებიც ახლა აქტიურობენ თუნდაც თბილისში. ეხლა ეს რიტორიკაც არ იცვლება, ხო, ოპოზიციის და ჯერ ესეთი სავალდებულო ნამდვილად არ არის. პასეს გადაწყვეტილება, ისევე როგორც ევროპარლამენტის გადაწყვეტილებები არ არის სავალდებულო, მას უფრო მორალური დატვირთვა აქვს და იცით მათ ეგონათ, რომ აი ეს წნეხი რომელიც მათი დიდი მცდელობით განხორციელდა. სხვათა შორის ისინი დადიოდნენ კულუარებში და ითხოვდნენ, რომ დაესანქცირებინათ და რაღაცა რეპრესიული ზომები მიეღოთ საქართველოს წინააღმდეგ. და როდესაც ნახეს, რომ აი ამ რეპრესიულ ზომებსაც არ შეუშინდა ჩვენი დელეგაცია და ძალიან ღირსეულად წარმოაჩინა ქვეყანა და იქით ესე იგი
დაუყენა ის არგუმენტები ძალიან არგუმენტირებულად ელაპარაკდნენ და ხა ვისაც უნდა და თვალსაჩინო იყო რა იყო ამისი ძირითადი მიზეზი. ამიტომ ეცით ოპოზიციის რიტორიკა არა ერთხელ გვითხოვს ჩვენ აგვიღნიშნია იმის შესახებ რომ ეს არ არის ის ეროვნული ძალა რომელიც მოქმედებს გამომდინარე ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან მაგრამ ერთი რამ არის უბრალოდ ისინი არ არიან თანხwebdriverში იმ პროცესებთან რაც დღეს მსოფლიოში მიდის და ვერ გძნობენ იმას რომ დღეს პოლიტიკური ვექტორი სხვაგან არის გადახრილი იგივე თქვა ტრამპის განცხადებები ამის ძალიან კარგი დასტურია და ისინი არიან აი იმ ძველ დროში ჩარჩენილები ასე რომ მათ რიტორიკას და ქმედებებს არა ელემენტარულად არ აქვს არავითარი მომავალი იმიტომ რომ ეს კინო უკვე ნანახია და ხო ერთი და იგივე წყალში ორჯერ არ შედი და ასევე არის ეს საკითხი რომელიც ეხება ამ ჟურნალისტ უბრალოდ რედაქტორ ქალბატონს მზია ამაღლობელის დაკავებას მთელი 14 ქვეყანა აქვეყნებს განცხადებას რომლებიც მოითხოვენ დაუყოვნებლივ მის გათავისუფლებას და ამ ქვეყნებში ძირითადად არიან სწორედ ისინი რომლებიც ამ მთელი ამ ხნის განმავლობაში ახორციელებენ საინფორმაციო მხარდაჭერას აი ამ ევროატლანტიკური დღის წესრიგის ავსტრია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, ნორვეგია, შვედეთი, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო და უკრაინა. თქვენ როგორ შეაფასებდით ქალბატონ თამარ ის ფაქტი რაც მოხდა ყველამ ნახა ეს ხალი არის თუ არა გასაშვების აპატიმროდან თქვენ როგორ ფიქრობთ? მე არაერთხელ ამიგნიშნავს რომ ჩვენთან დემოკრატიაზე უფრო მეტია, მაგრამ არის საფრთხე ყოველთვის რომ არ გადავიდეს როგორც ძველი ბერძნები ამბობდნენ ოხლოკრატიაში, ხო? ეხლა ამ შემთხვევაში პოლიციელი არის სახელმწიფო და წარმოიდგინეთ ის ქმედება რაც განახორციელა ამაღლობელმა ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული. აბა თქვენ წადით და მსგავსი რამ ჩაიდინეთ იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ევროპის რომელიმე ქვეყანაში. ძალიან მკაცრი სასჯელი იქნება ამისთვის და უნდა დადგეს იცით აქაც ჩვენთან ის დრო, როდესაც აი ის ნორმები, რაც დასავლეთში მუშაობს, არა ჩვენთანაც უნდა ამოქმედდეს, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ ძალიან ლოიალურია ხელისუფლება აი ამ დარღვევების წინააღმდეგ, რასაც ადგილი აქვს და ძალიან სამწუხაროა. და ისინიც აგრეთვე ჩარჩენილები არიან აგრეთვე ძველ დროში და ხომ არ ფიქრობთ აი რატომ არის ლოიალური ხელისუფლება და აი აქვე გამახსენდა გუშინ მაგალითად მამუკა მდინარაძეს ქართული ოცნების ერთ-ერთ ლიდერს ჰქონდა თავის სოციალურ გვერდზე ეს კითხვასავით ჰქონდა დასმული და ყურადღება მიიქცია ანუ თუ კი თავად რატომ ელოლიავებიან ამ ძალებს ამდენს ნუ გასაგებია რომ რაღაც სტანდარტების დაცვაზეა საუბარი ამ დემოკრატიულობის და პლურალიზმის ნიშანი უნდა იყოს მაგრამ თავად ვესვამენ კითხვებს რომ როდამდე უნდა უთფინოთ ამათო და ხალხსა აქვს სწორედ ეს შეკითხვა ну თვითონ რო სვამენ გასაგებია რაღაცა გარკვეული პერიოდის წინ რა ეს მიზეზი გასაგები იყო იმიტომ რომ რეზონანსის ეშინოდათ და ორმაგი სტანდარტების დასავლეთი რომელსაც იჩენს ჩვენი ქვეყნის მიმართ და ალბათ ყველაფერს თავისი დრო აქვს ხო და როდემდე აქ არ გამოვრიცხავ რომ არის საზოგადოებრივი აზრის მომზადების ჩამოყალიბების პროცესი რომ აი თვითონ საზოგადოებამ გამოუტანოს მათ ეს განაჩენი და მოსთხოვს ხელისუფლებას თუმცა მე მახსოვს მონაწილეობდი კიდევაც ამ შეხვედრაში გაიმართა
როდესაც გვარამია გამოდიოდა და ყოველ საღამოს აგინებდა ჩვენ მოსახლეობას შეურაცხყოფას აყენებდა შეიკრიბა საზოგადოება და ხელისუფლებას მოსთხოვა რომ შესაბამისი ზომები მიეღო მის წინააღმდეგ მაგრამ მართლაც უკვე ძალიან მოსაბეზრებელია ესე იგი მათ მიერ ხელისუფლების ხელისუფალი შეიძლება მოგწონდეს არ მოგწონდეს მაგრამ ეს არის შენი ქვეყნის არჩეული ხელისუფლება შესაბამისად უნდა დაცულ იქნას ის სტანდარტი რაც აუცილებელია იმისთვის რომ ადამიანები რომლებიც არიან ხელისუფლება ესეთი შეურაცხყოფა რასაც ოპოზიცია აკეთებს იგივე აი ამასინათ ლაპარაკობდი პრემიერის შეხვედრა იყო ჟურნალისტებთან და მე არ მიმაჩნია რომ აი ესეთი ტონით ლაპარაკი და შეურაცხყოფა პირველი პირების არა ეს კარგია შენ შეგიძლია არგუმენტირებულად ედაომათ ძალიან ისე არააგრესიულად მაგრამ არგუმენტებით მაგრამ ის რასაც ჩვენ ვხედავთ შეიძლება სულ არ მომწონდეს ის პრემიერი ან რომელიმე პირი მაგრამ მე არ მინდა რომ ჩემი ქვეყნის პირველ პირებს რა ესე მიმართავდნენ და ესე უზრუნველად ექცეოდნენ. ამიტომ რაღაცა სტანდარტია მისაღები ჟურნალისტებთანაც შესაბამისი მუშაობა არის ჩასატარებელი რომ ეს აგრესია ეს უხეშობა და უზრდელობა არ არის გამოხატულება რაღაცა ოპოზიციური აზრისა. ამასაც თავის წესები და კანონები უნდა გქონდეს და ყველა ჟურნალისტმა, იმიტომ რომ აქ პარიტეტი არ არის, ხო, დარღვეულია, ეხლა ჟურნალისტს ყველაფერი შეუძლია და აქეთ ოფიციალურ პირებს თმენის ვალდებულება. გასაგებია ეს, მაგრამ მე ვთვლი, რომ ჟურნალისტებსაც იგივე სტანდარტი უნდა მოეთხოვოთ და ეს ყველაფერი უნდა ცივილიზებულ რაღაც ჩარჩოებში წარმოებდეს. კი ბატონო. და ახლა რაც შეეხება ესეთ საერთაშორისო საკითხებს კონგრესმენები ჯო უილსონი და ჯეიმს მაკლერი ამბობენ ასეთ რამეს რომ მოვითხოვთ გაერთიანებული სამეფოს მთავრობისგან ანუ დიდი ბრიტანეთისგანაც მოითხოვენ გააყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითს რომ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ფორმალურად შეჩერება მოხდეს მოგიწოდებთ სანქციები დაუწესოთ ივანიშვილსაც ასეთ რამეს ამბობენ ახლა მაგალითად იქ არმაზახვლედიანი გამოვიდა ისიც ამბობს რომ ივანიშვილს ჩაფიქრებული აქვს საერთოდ საქართველოს მოწყვიტოს ევროპულ ვექტორს იქ სანქციების საკითხი ნუ ეს გასაგებია თქვენ როგორ ფიქრობთ ქალბატონ თამარ თუნდაც რომ ავიღოთ აი ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი მაინც ხომ არ არის იმის მოლოდინი რომ ელოდებიან ტრამპისა და პუტინის საბოლოო ჯამში შეხვედრა იქნება გადაწყვეტილების მიღება როგორი იქნება სამომავლოდ მსოფლიო ჩვენ ვხედავთ იმ დიდ დაზვირთებულ ტალღას რომელიც ასევე გულისხმობს ამ ევროატლანტიკური სისტემის გლობალისტურ მოტრფიალეებში უკვე პოზიციების შერყევას ეს გულისხმობს გერმანიაში დაგეგმილ არჩევნებს სადაც უკვე თვალნათლივ ჩანს რომ ალტერნატივა გერმანიისთვის უკვე ლიდერობს უკვე მეორე ადგილზე კი არა პირველი ადგილისთვის იბრძვის და ბევრი რამის მოლოდინია თუნდაც ის რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩავიდა და შეხვდა სომხეთში თავის კოლეგას იქით სალომე ზურაბიშვილი აცხადებს რომ აუცილებლად საქართველოს და სომხეთმა ერთად უნდა იარონ ევროპულ გზაზეო ანუ რაღაცა ნიველირება ხდება ჯერჯერობით არ არის მკვეთრად ჩამოყალიბებული აი საით გადაიხრება ეს ეგრეთ წოდებული საათის ის არის საიტზავა მე ესე არ ვფიქრობ რომ არ გაურკვეველია ხო საით გადაიხრება ეს ის არის იმიტომ რომ ჯერ კიდევ ტრამპის წინასაარჩევნო რიტორიკა და ეხლა როდესაც ის გახდა პრეზიდენტი იცვლება ეს მსოფლიო წესრიგი და დასავლეთი აღარ არის ერთადერთი ლეგიტიმაციის წყარო და ვაიმე დასავლეთმა თუ არ გაღიარა არა თან ნახეთ დასავლეთში მოიაზრებოდა ამერიკის შეერთებული შტატები ევროპა ნუ კიდე რამდენიმე ქვეყანა დღეს თვითონ ტრამპი რაღაცნაირად
იზოლირდება ევროპისგან და ძალიან პრაგმატულ ურთიერთობებს თავაზობს მას. ისევე ნატოსთან დაკავშირებით, ხო, იგივე ეკონომიკურ ურთიერთობებს. ეხლა რატო არის კანადის და მექსიკის საკითხი რატო დგას? იმიტომ რომ ევროპელები, ჩინელები მიდიან იქ საწარმოებს ხსნიან და თავიანთვის ძალიან ხელსაყრელ პირობებში ეწევიან ამ ეკონომიკურ საქმიანობას, მაშინ როდესაც ამითი ისე ვერ სარგებლობს ამერიკა, იმიტომ რომ იქ ნაფტა მუშაობს, ხო, ეს ხელშეკრულება. და აი ამ ხელშეკრულების საფუძველზე მათ ძალიან ესე იგი სასათბურე პირობები აქვს. ყველაფერი იცვლება და ადამიანები ზოგიერთი მაგალითად ვერ უწყობს ფეხს აი ამ პროცესებს. იმასაც ალბათ უნდა მოველოდეთ, რომ ევროპაში აბსოლუტურად სხვა სურათი იქნება და ის პოლიტიკური ესტაბლიშმენტი, რომელიც ძველი deep state-ის წარმომადგენლები იყვნენ, ისინიც აღარ იქნებიან ალბათ და ეს ალტერნატივა ძალიან კარგი მაგალითია და იქვე მივადევნებთ თვალყური მაგალითად ილონ მასკის განცხადებებს, რომელიც ძალიან პერსპექტიულ პარტნიორად თვლის ირანს მაგალითად. ანუ ის დღის წესრიგი და ის მსოფლიო წესრიგი, რომელიც ერთადერთ ლეგიტიმაციის წყაროდ თვლიდა დასავლეთს, აღარ არის დღის წესრიგი. ამიტომ ჩვენ სრულიად ახალ გადალაგებებს უნდა ველოდოთ და სამწუხაროდ ევროპა აღარ არის ის დიდი საერთაშორისო ურთიერთობების სუბიექტი. ხო, ის არ არის ის მოთამაშე, რომელიც გლობალურ რაღაცა საკითხებზე საკითხებს წყვეტს. ამიტომ დრო არის, რომ რაღაცნაირად სხვანაირი რიტორიკა იყოს საქართველოშიც და უფრო კვალიფიცირებული. თქვენ როგორ ფიქრობთ, აი ეს კრიტიკა რაც მოდის მათგან, გასაგებია რატომაც მოდის, თავიანთი ხედვა აქვთ ამაზე, მაგრამ ინერცია ხომ არ არის უფრო როგორ დავიჯეროთ, რომ ამ დონეზე სულელები არიან, რომ თავადვე აკეთებენ ყველაფერს, რომ საქართველოს მათზე, ანუ ყოველ შემთხვევაში საბოლოო ჯამში დისტანცირება მოახდინოს ქვეყანამ ამ საერთო ევროპული სახლისგან. ყოველ შემთხვევაში მათი ქმედებების შედეგად ესე მიდის ხო პროცესები, იმიტომ რომ ისინი თითქოს და სპეციალურად მოქმედებენ იმისთვის, რომ რაღაცნაირად საქართველოს ჩამოაშორონ ამ ევროპულ მომავალს, იმიტომ რომ მე ვიცი მაგალითად ბევრი ადამიანი, რომელიც აი მკვეთრად გამოხატული პროევროპელი იყო, აი ევროპელი ჩინოვნიკების ქმედებების შედეგად არა ძალიან უარყოფითად უყურებს ყველაფერ ამას და რაღაცნაირად გაიღვიძა ჩვენ ხალხშიც აი ეს ამ რაღაც საკუთარი ღირსების გზნობამ და საქართველოს პირველად აი ამ პოსტსაბჭოთა პერიოდში იქცევა როგორც სუვერენული თავმოყვარე ქვეყანა, რომელიც ძალიან კარგად ვარირებს და კარგად ვაჭრობს აი ამ საერთაშორისო არენაზე და მე ძალიან მიხარია, რომ ესეა. ამას წინათ ერთ-ერთმა ლიდერმა, იქ დასავლეთმა ლიდერმა ისიც თქვა, რომ აეხლა საქართველოს იმყოფება აზერბაიჯანის და რუსეთის დონეზეო, ანუ აქ იგულისხმებოდა ეს დემოკრატიის და პლურალიზმის პრინციპი, ანუ მათ არ მოწონთ თუ როგორ გადაწყვეტილებებს იღებენ თბილისში, ეს გასაგებიც არის და ეს ჩანს ყველაფერი, როგორ ვითარდება აქ მოვლენები, მაგრამ სუვერენიტეტს ეხება საქმე, ეს ხო ჩვენი გადასაწყვეტია და არა მათი, ეს როგორ მივიტანოთ საზოგადოებამდე, ანუ საბოლოო ჯამში ხო არჩევანი ხალხმა გააკეთა, ახლა იმ პასეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში იმასაც კი ითხოვენ, რომ ჩატარდეს არჩევნები თავიდანო. ასევე მიაბეს იმ კანონების გაუქმება, აგენტების შესახებ კანონების გაუქმება და ოჯახური ღირებულებების, ანუ ეგრეთ წოდებული ანტი-LGBT კანონის გაუქმება. ანუ თქვენ როგორ ფიქრობთ, ქალბატონ თამარ, ისი იმედი უნდა გქონდეთ მაგათ? ახლა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ ამბობენ, რომ 2028 წლამდე საპარლამენტო არჩევნები საქართველოში არ ჩატარდება.
და რას ვიღებთ აქ საბოლოო ჯამში ესენია გვიყიჟინებენ რომ სასწრაფოდ არჩევნები ჩაატარეთ და იმედი აქვთ რომ ეს ოპოზიციური ტალღა უფრო და უფრო აზვირთდება აი თქვენ როგორ წარმოგიდგენთ არა მე არ ვთვლი პირიქით ახლა თუ მივადევნებთ თვალს ეს არ ზვირთდება იმიტომ რომ მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას ძალიან კარგად ესმის რასთან აგვაქვს საქმე და ის დღის წესრიგი რასაც დღეს ოპოზიციას თავაზობს ქვეყანას არა ნამდვილად არ წაადგება საქართველოს იგივე თუნდაც ის კანონები LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ და ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ და პირველად არის როდესაც თანხმედრაშია აი თქვათ ამერიკის შეერთებული შტატებისთან ჩვენი დღის წესრიგი აბსოლუტურად ახლა ვისაც გონია რომ ეს გენდერული საკითხი არის თითიდან გამოწოვილი და მას არ აქვს დიდი დატვირთვა ეს არის ძალიან დიდი შეცდომა იმიტომ რომ ყველაფერი სწორედ აქედან იწყება და წაიკითხონ იგივე არისტოტელე რომელიც ამბობს რომ ყველაფერის საწყისი არის ქალის და მამაკაცის ურთიერთობა რომელიც ქმნის ოჯახს ოჯახი ქმნის სოფელს სოფელი ქმნის პოლის და ეხლა ჩვენ კი ვიცით რატო არის ეს გენდერული საკითხი შემოგდებული იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი საშუალებაა იმისთვის რომ სახელმწიფო იქნეს დანგრეული რომლის საფუძველსაც სწორედ ოჯახი წარმოადგენს და ისიც უნდა ვიცოდეთ ჩვენ რომ დღეს ბრუნდება სუვერენიზმის სახელმწიფოების და რეალიზმის ეპოქა. ეხლა წინა ეპოქა რომელშიც ჩვენ ცხოვრობდით უბრალოდ შეფუთული იყო ამ ლიბერალიზმის რაღაცა იდეოლოგიით, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო რეალ პოლიტიკის გატარების პერიოდი, მაგრამ ძალიან ცუდი მიმართულებით. იმიტომ რომ აი ეს ლიბერალური დღის წესრიგი და უპირველეს ყოვლისა ის ღირებულებები, რასაც ისინი გვთავაზობდნენ, ნამდვილად არ წაადგებოდა ჩვენ ქვეყანას. დიდი მადლობა კაცობრიობის. მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მე ტელემაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი გახდათ პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი თამარ კიკნაძე. ჩვენ შევხვდებით უკვე ხვალ 16 საათზე. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.